საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერაც განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას. ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარადგინა ბრალდება. კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევა შიუკაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი მიემალა გამოძიებას. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მეექვსე სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარადგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.